მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. მე მგონი ჩვენს გადაცემებს ისმენთ და პარალელურად თვალსადევნებთ იმ ვიდეო მასალას, რომელიც დადებულია ინტერნეტ საიტზე, რომლითაც ჩვენ გავდივართ და არ მგონია რომ თქვენი დამოკიდებულება იმ საშინელებისადმი და იმ ტრაგიკული ფონისთვის და იმ ტრაგიზმისთვის, რომელიც შექმნა ხუნტამ იმისათვის, რომ საქართველოში დაემარცხებინა და დაემარცხებინა კი არა, უბრალოდ საქართველოში დამოუკიდებლობასთვის როგორმე კონსტიტუციური საფუძველი გამოეცალა და ამისთვის იბრძოლეს მხოლოდ და საქართველოს რომ გაეძარცვათ და საქართველოს სხვისი ქვემდებარე სახელმწიფო ყოფილიყო და აღარ არის საქართველოს სახელმწიფო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინაიდან კონსტიტუციური წყობა მანდ ვერ შეძლეს რომ ის მოეშალათ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, კანონიერი, კონსტიტუციური ხელისუფლება, აქედან გამომდინარე კიდევ ერთი ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი ფაქტორია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველანაირად შეეცადა ხუნტა, რომ როგორმე ლეგიტიმაცია მიიღოთ, მაგრამ ლეგიტიმაციას არ იძლევიან არაფერში, თუ შენ კანონიერად ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხარ და შენ თუ ხალხის მიერ არჩეული არ ხარ და ავტომატების ქვეშ ჩატარებული ეგრეთ წოდებული ყალბი არჩევნები, ბრჭყალებში ყოველგვარი არჩევნები ნამდვილად არ ითვლება კანონიერად, ვინაიდან არ შეიძლება რომ ერთი წლის მერე შენ დაამხო ძალისმიერი გზით სხვა ძალების გამოყენებით საქართველოში კანონიერი ხელისუფლება და შენ მერე მოევლინო საქართველოს ხელისუფლად. აქ უკვე სხვა მიზნები იყო, სხვა ამოცანები იყო და მე მგონი თქვენ ყველა საქმის კურსში ბრძანდებით, თუ რას ისახავდა ყოველივე ეს მიზნად, საქართველოს როგორც სახელმწიფო უნდა ყოფილიყო განადგურებული, თავისი ტერიტორიებით, თავისი მოსახლეობით, უნდა მომხდარიყო საქართველოში გენოციდი, მოხდა ყველაფერი, დიდი ნაწილი დაიღუპა საქართველოს მოქალაქეებისა, დიდი ნაწილი გაიხიზნა საქართველოდან და საქართველოში ვინ არის კაციშვილმა არ იცის და საქართველოს საერთოდ სად არის, სად იწყება საქართველო და სად მთავრდება, ესეც არ ვიცით ჩვენ და ძალიან დიდი ხანია გვაინტერესებს, როდემდე აპირებენ ასე საზღვრებ მორღვეულ ყოფილ სახელმწიფოში პარპარს ის ძალები, რომელთაც საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ჩემს შემდგომ სიტყვაში მექნება მე ამაზე საუბარი და მიმართვაც მინდა მოკლე მიმართვა გავაკეთო იმ სახელმწიფოთა მეთაურებისადმი, რომელთაც უშუალოდ ევალებათ ამ საკითხის გადაწყვეტა და თავისი პოზიციების დაფიქსირება, რათა სრულად საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, ვინ რა აზრის არის არალეგიტიმურ ანტიკონსტიტუციურ ეგრეთ წოდებულ თვითმარქვია ხელისუფლებასთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც საქართველოში არც ერთ სახელმწიფოში არ ტარდება არანაირი არჩევნები, თუ იმ სახელმწიფოს თავისი საზღვრები არ აქვს გამყარებული და მით უფრო თუ ტერიტორიები არ აქვს და კონსტიტუციით რაც აქვს მოცემული, თუ იმას არ ფლობ, რომელ არჩევნებზეა ლაპარაკი და რა არჩევნებზე არის გამორიცხულია და მით უმეტეს ისინი ყალბ მონაცემებს აფიქსირებენ ეგრეთ წოდებულ თავიანთ კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციიდან, კანონიერი ხელისუფლების კონსტიტუციიდან აქვს გადატანილი, გადაბეჭდილი, გადახატული, მაპატიეთ, მაგრამ აი ამ ასეთი მნიშვნელობა აქვს მას, რომ თითქოს საქართველო არის თავის საზღვრებში, საქართველო თავის საზღვრებში არ არის, საქართველო დაპყრობილია, საქართველო უпростоრად დაპყრობილი კი არ არის, საქართველო გაყიდულია, მოდით ყველას თავისი სახელი დავარქვათ, გასხვისებული შეგნებულად, სწორედ ამის გამო მოხდა ყოველივე ის სიბინძურე, რაც ხდებოდა საქართველოში და აი ამისი დასტური გახლავთ სწორედ ის ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ საიტზე მიდის და მე მგონი აი ამ რაღაც ტრაგიკული
სურათების თუ ტრაგიკული მასალების შემყურეს არ მგონია რომ თქვენ ერთპიროვნულად ყველას არ გაგიჩნდეთ მხოლოდ ერთადერთი აზრი ვინ დაუშვა და რატო დაუშვეს საქართველოში აი ასეთი ბოროტმომხედი ასეთი ტერორისტული ძალები კაციჭამიებიც არ არიან ისინი უკვე ეს არის ჩამოყალიბებული მკვლელები კილერები რომლებსაც ყველა უფლება მიცემული ჰქონდა იმისათვის რომ გაენადგურებინათ არა მარტო საქართველოს კანონიერი ხელისუფლება არამედ საქართველოს ხელისუფლების ყველა მხარდამჭერი რომელთაც 97%-მა მისახმა ზვიად გამსახურდიას ასევე 155 ადგილი მოაპოვებია იმ მოქალაქეებთა იმ რიცხვმა რომელმაც შემდგომ უკვე 155 მანდატი მოიპოვა მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა ასევე მინდა დავძინო რომ ერთი შეკითხვაც არის და ალბათ პასუხიც საჭირო რომ მივიღოთ ამაზე თუ ზვიად გამსახურდიას მიმართ ჰქონდათ მათ უარყოფითი დამოკიდებულება და ერთი პიროვნება ვერ იტანდნენ მაშინ რა დააშავა იმ ხალხმა რომელსაც თქვენ ინტერნეტ საიტზე უყურებთ ამდენი განადგურებული ჯერ კიდევ ეს დასაწყისია იმისა რა მასალებსაც თქვენ იხილავთ რა დააშავა იმ ხალხმა რისთვის დასაჯეს ის ხალხი და რატომ არ იფიქრებს მსოფლიო საზოგადოებრიობამ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა რომ ეს ყოვლა დაუშვებელი და მიღებული ფაქტია რომ ეს მისცემს ძალიან ცუდ მაგალითს ყველა სახელმწიფოში არსებულ კრიმინალებს რათა თავიანთ ქვეყნებშიც მოაწყონ ანალოგიური რაღაც მსგავსი გადატრიალებები გაითამაშონ ეს გადატრიალებელი რომელიც საბოლოო ჯამში თვითონ დაარტყავს იმ დიდ სახელმწიფოებს რომლებიც დუმილის პოზიციას აირჩევენ მე ვაგრძელებ ჩვენს გადაცემათა ციკლს მე ამჯერად ჩემი ფორმატი რომელიც გვაქვს თავიდანვე შემუშავებული ინფორმაციას არ ჩამორჩებით პარალელურად შეიძლება დროთა რაღაც თანხმედას არ კონდეს ადგილი, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციები იყო საქართველოში შემდგომ პერიოდში, რომ ვერ ბედავდა ზოგი, რომ დროზე დაეფიქსირებინა თავისი აზრი, ამის გამო ცოტა მოგვიანებით დაიბეჭდა პრესაში. აქედან გამომდინარე, აქ ნოჩამითვლით იმას, რომ მე დავუშვათ, მე თემატიკას არ ვრევ. თემატიკას არ ვრევ, ელემენტარულად გამონათქვამები და საერთოდ ეს წერილები და მათი პირადი აზრები მოქალაქეების პირადი აზრები ეს არ ნიშნავს რომ ისინი გაექცნენ თავდაპირველად მათ მხილებას არა ელემენტარულად იმ პერიოდში არ იბეჭდებოდა არსად და ხუნტას ჰქონდა ყველაფერი ხელთ ჩაგდებული და აქედან გამომდინარე ძნელი იყო უკვე იმ სიმართლის და იმ ჭეშმარიტების ესე გაჟღერება როგორც თავად ყველა მოქალაქეს ეკადრება კონსტიტუციის და გაეროს წესდების თანახმად. მოდით ახლა წავიკითხოთ გაგაცნობთ მე მოქალაქის განაცხადს რა ხდებოდა თბილისში და როგორ ემზადებოდნენ პიროვნებები და თავად აი აქ არის მხილებული ასევე პიროვნებები რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ პუტჩში 1991 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს შენობის წინ რუსთაველის პროსპექტზე ხელისუფლების მხარდამჭერი მოსახლეობა იყო შეკრებილი. ბევრი ადამიანი იყო მოსული ერთი ბოლო თავისუფლების მეტროსთან თავდებოდა მეორე პირველი სკოლის წინ აკაკის და ილიას ძეგლისა და ცისფერი გალერეის შესასვლელის გასწვრივ. აქ აფიქსირებს ის რაოდენობრივად ეს იგი რამდენი ხალხი იყო გასაგები უნდა იყოს მე ამას იმიტომ განმარტებას იმიტომ ვაძლევ რომ რადგან სხვაებიც ისმენდნენ რომ მათთვის გასაგები იყოს ეს. მოწინააღმდეგე მხარეს იდგნენ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ქარტია 91 ეს არის ჭანტურიას და თედო პაატაშვილის ბანდები და სხვა ეგრეთ წოდებული ჭყალებში რასაკვირველია ოპოზიციური ძალები თავიანთ მომხრეებთან ერთად. მე შენობაში ვიყავი. პისტოლეტი მოვიხსენი. ამას წერს ის პიროვნება, რომელიც არის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი და წარმოიდგინეთ ახლა მისი თვალით დანახული ყოველივე ეს რას ნიშნავს. მოვიხსენი შევინახე სეიფში. ჩავედი დაბლა. მივახციე ჩვენი მომხრეების პირველ რიგს იქვე იდგნენ მოლოდინაშვილი, ქორიძე და კიდევ რამოდენიმე დეპუტატი. ჩემს თვალწინ მოწინააღმდეგეთა მხარეს იდგა ორი სოლიდური მამაკაცი. ვერ ვიცანი
და მოლოდინაშვილს კითხე, ესენი ვინ არიან მეთქი? ერთი ნეფიოდოვია და მეორე ჯიმი მიქელაძე. ნეფიოდოვი გახლდათ თავისთავად გვარი თავად გაუწყვეტო არა ქართველი იყო, მაგრამ იგი გახლდათ კანონიერი ხელისუფლების დროს პროკურატურის თანამშრომელი, რომელსაც საკმაოდ ისეთი სოლიდური თანამდებობა ეკავა. და ჯიმი მიქელაძე იყო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი მდივანი იყო, შემდეგ რომელიც დაუპირისპირდა შემდეგ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო არჩევნებში და 0 კულა მიიღო. ასე რომ აი ეს ორი უკვე გამოჩნდა იქ მათ გარდა რასაკვირველია წერს პიროვნება რომ ის იყო, მაგრამ მან გამოიწვია მასში გაკვირება რატომ ვერ გავიგე. მივხვდი რაც უნდა მექნა, უკან გამოვედი. ხელისუფლების მომხრე რამოდენიმე მამაკაცს მოველაპარაკე. მივედით მათთან, მოვკიდეთ ხელი და ასე ვთქვათ, გადმოვიყვანეთ ჩვენს მხარეს, რაც შეიძლებოდა არა უხეშად და წავიყვანეთ უზენაესი საბჭოს შენობაში, რომლის მარცხენა ფლიგელში იყო შტაბი. მთელი ამ გზის მონაკვეთზე ხელისუფლების მომხრეები ჩემი თხოვნით არანაირ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ ამ მიწურდ ერეფანში ნეფიდოვსა და მიქელაძეს და რაც შეეხებოდა იმას თუ რატომ გადავწყვიტე ამ ორი ადამიანის გადმოყვანა ჩვენ შტაბში. ერთი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო და მეორე თუ არ ვცდები ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე არ ცდება დიახეს ბატონი, იგი გახდათ პროკურატურის თანამშრომელი, რომ მზადდება კომუნისტური პუტჩი, ხოლო ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას სასაცილოდ არ ყოფნიდა ეს განცხადება და ხალხს მოუწოდებდა, რომ ეს იყო პარანოიკული განცხადებები და მივხვდი, რომ უნიკალური შანსი მომცა ღმერთმა პრეზიდენტის განცხადებას სახალხოდ დასამტკიცებლად შტაბში მუშაობდა რადიო, სადაც მოწინააღმდეგის მხრიდან გამოყვანილი იყო, ესე იგი გამოდიოდნენ, ესე იგი ცნობადი სახეები, ჭალებში ცნობადი სახეების უწევდნენ პასუხის გაცემა და ამაზე და მთელი საქართველოს მოსახლეობა ისმენდა რადიოს თის სახლებში და სამსახურებში. შტაბში შევიყვანეთ ნეფიოდოვი და მიქელაძე. ვიკითხე სად უნდა გაგვეფორმებინა ჩანაწერი. ეს ამბავი უცებ მივიდა რომან გვენცაძემდე, რომელიც ალბათ შტაბის წევრი იყო. გადაეხვია ორივეს და რა გინდათო, მათ მხრები აით შეჩესდა ოთეს. რაც მოხდა, გვენცაძემ გადაწყვიტა, რომ ეს ორი ადამიანი გაეყვანა. ეს ორი ადამიანი გაიყვანა სამშვიდობას. ოღონდ არ იცოდა ვინ მოიყვანა ისინი კონკრეტულად და როცა დაიწყო მათი გაყვანა ფლიგელიდან, მე მივედი და უთხარი, რასაკეთებთ ბატონო რომან? მიპასუხა, რა შენი საქმეა? შენ ვინ კითხავს, ხმას აუწია. საიდან გაჩნდა არ ვიცი, მოვიდა დავით სალარიძე. მანაც შეურაცხყოფის მოყენება დამიწყო. შენ არ იცი ვის რა უნდა გაუკეთო და როგორ უნდა მოექცე? სალარიძე მომენტალურად გავაჩუმე. ხმა ჩაიკმინდა. გვენცაძეს კი უთხარი, არ გაბედოთ ამ ადამიანების აქედან გაყვანა. მე პრეზიდენტთან მივდივარ. ცოტა ხანში ცოტა შეცვა. გამოვედი გარეთ და იქ იდგნენ ლიბერალური კავშირის წარმომადგენელი და რამოდენიმე მანდილოსანი. აღარ მახსოვს ვინ იყვნენ ისინი გვარები მათი, მაგრამ ვიცი რომ სულ ერთად დადიოდნენ. ლიბერალური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა, რა ხდებაო? უთხარი ყველაფერი, დამელოდეთო მე ვეტყვი ბატონ პრეზიდენტს და ის იყო, უნდა შესულიყო რომ მარჯვენა ფლიგელში გაიღო კარი და გამოგზავნა ბატონი ზვიადი. მივედი და ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა უთხრა ბატონ ზვიადს მიქელაძისა და ნეფიდოვის ამბავი. სახეზე შევატყვეთ, რომ რაც გაიფიქრა ბატონმა ზვიადმა და ბრძანა რომ გვენცაძე მომიყვანეთო. მოვიყვანეთ გვენცაძე და ბატონმა ზვიადმა ცოტა ხმა აწეულმა უთხრა, რას ბედავთ აქ? გვენცაძემ რაღაც ჩაიბურტყუნა, თავი დახარა
და მორჩილად უსმენდა ბატონ ზვიათს. ეს ვაჟბატონები ეხლავე რადიოთი გამოიყვანეთ და ხალხმა მოისმენონ რაც უნდათ ცეკას პირველ მდივანს და ნეფედოს ოპოზიციის პირველ რიგებშიო. ბატონმა ზვიათმა მე შემომხედა და მადლობა გადამიხადა, ისე რომ ამას ვერავინ მიხვდებოდა. იქ მყოფი მიხელაძე და ნეფედოვი რადიოთი ვერავინ ვერ მიხვდებოდა. იქ მყოფი მიხელაძე და ნეფედოვი რადიოთი გამოვიდნენ. ხელისუფლების მომხრეებს ასე გადმოქვაჩის ოპოზიციიდან შტაბში მოჰყავდათ ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ლიდერები, რომლებიც ამხელდნენ და იძულებული იყვნენ თავიანთი იმ შეკითხვაზე, ჟურნალისტების შეკითხვაზე სწორი პასუხი გაეცათ, ვინაიდან მათი იმ რიგებში ყოფნა აშკარად უკვე დივერსიას ნიშნავდა. გვენცაძემ არც მაშინ სექტემბერში მიიღო საჭირო ზომები, როდესაც სარიშვილი მოვიდა თავის პარტიასთან ერთად და დასხდნენ უზენაესი საბჭოს წინ პროსპექტზე. იქ იყო თემური ჟორჟოლიანი, გოგა ხაინდრავა ვიდეოკამერით, ლუიზა შაკიაშვილი და სხვები. ისევ ჩვენ მოგვიწია მათი გაყვანა მშვიდობიანად სათითაოდ. ზოგი თავისუფლების მეტროსკენ გაგყავდა, ზოგი სასტუმრო თბილისისაკენ. ერთ რიგით პოლიციას ვკითხეთ, რატომ არ გაგყავთ ეს ხალხი? მოძრაობა რომ გადაკეტეს. მან მიპასუხა, ბრძანება არ მოუწია გვენცაძესო, რომელიც იქვე დადიოდა. აქედან მე მგონი თქვენთვის ყოველთვის ნათელია, ესე იგი როგორ ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი ფაქტობრივად მინისტრის მოვალეობას ეგასრულებდა და თავისთავად როგორ უშლიდა ხელს კანონიერ ხელისუფლებას, როგორ ცდილობდა რომ მაქსიმალურად დაეძაბა სიტუაცია და შემოეყვანა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა რიგებში ის პიროვნებები, რომლებიც დეზორგანიზაციასა და არეულობას გამოიწვევდნენ ყოველ მხრივ. აი ასეთი გახლდათ რომან გვენცაძე იმჯერად, როდესაც აი ეს პიროვნების მიერ იქნა დაფიქსირებული. ეხლა მეორე ფაქტორი კიდევ, რომელსაც იგივე პიროვნება აგრძელებს, ოღონდ შემდეგ უკვე აღწერს იგი დეკემბრის თვეში, რას მუშაობდა და როგორ მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაგრამ პირველი მოადგილე იყო და ფაქტობრივად მას ჰქონდა ხელში აღებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ მის დაკომპლექტებაში მან მიიღო მონაწილეობა. დავით სარალიძე მისი ყოფილი კოლეგა იყო და დავით სარალიძე არასოდეს არ გახდებოდა იმ პოზიციებზე მყოფი, რომელიც მოისურვებდა საქართველოს თავისუფლებას, იგი იარაღით ხელში ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას, ისევე როგორც რომან გვენცაძე თავის ბანდებთან ერთად. 1991 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რაიონებიდან ოფიციალურად გამოგვიძახეს პოლიციის დანაყოფები უზენაესი საბჭოს დასაცავად. უზენაესი საბჭოს შენობების პირველ სართულზე ერთ-ერთი ოთახი გახსნილი იყო დაცვის საგანგებო შტაბი. შტაბის უფროსი იყო ყოფილი ლენინის რაიონის პოლიციის უფროსი მერაბ უდუშაური. შტაბის წევრები იყვნენ ლევან კენჭაძე და სხვა მაღალჩინოსნები. მათი გვარები სამწუხაროდ არ მახსოვს. შტაბს ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე დავით სარალიძე. თუ არ ვცდები, 21 დეკემბერი იყო. ეზოში პოლიციელები საუბრობდნენ. გავიგეთ ვაგის პარკში ოპოზიციას დიდი მიტინგი ჰქონიათო. გავიგე თუ არა ეს ამბავი მაპატიეთ ეს წაშლილი იყო და ამიტომ გავიგე თუ არა ეს ამბავი თან მქონდა სამოქალაქო ტანსაცმელის წამოღებული და შევიცვალე ტანსაცმელი და სასწრაფოდ გავემართე ვაგის პარკში. ვაგის პარკში მართლაც ხალხმრავლობა იყო, მიტინგი მიმდინარეობდა, მოქმედებები, ისე იგი მოწოდებები იყო, რომ ეს მთავრობა უნდა დავამხოთ. მიტინგს ხელმძღვანელობდა თენგიზ სიგუა, ირინა სარიშვილი, ირაკლი წერეთელი, ასევე მიტინგის ხელმძღვანელობამ შემდეგ მონაწილე ხალხს მოუწოდეს, რომ წასულიყვნენ მთავრობის სახლისაკენ და მართლაც დაიძა კოლონა. ხალხში შეიმჩნეოდა, რომ შეიარაღებულები იყვნენ ძალიან ბევრნი და გადაჭრილი თოფებითა და ასევე ჩვეულებრივი იარაღით. კოლონას წინ მიუძღოდა ირაკლი წერეთელი, სანდრო კავსაძე, ჯანსუღ ჩარკიანი, გოგი ხარაბაძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე,
მე კოლონას უნივერსიტეტამდე მივყევი, ხოლო რომ გამიგო ინფორმაციების შემდეგ დავწინაურდი და სირბილით მივედი უზენაეს საბჭოს შტაბში რომ შევარდი, იქ იყვნენ დავით სარალიძე, მერაბ ბუდუშაური, ლევან კენჭაძე და კიდევ 3-4 კაცი. მე მათი გვარები რომ არ მახსოვს სამწუხაროდ, ალბათ მკითხველი მაპატიებს. საღამოს სალარიძემ მკითხა, რა ბიჭო, საიდან მოხვედი? ასე გაოფლილი რომ ხარო. მე მათ ყველაფერი ვუამბე. თუ რა ხდებოდა? სარალიძემ ჩუბი დამიწყო. მოღალატეებს შენ ნუ იგონებო, ამ ჩუბის დროს კარი გაიღო და ვიღაცებს შენ რაღაცებს, ესე იგი აქ გაურკვევლა წერია, მაგრამ ესე იგი რაღაცებს შენ ნუ იგონებო, ჩუბი დამიწყო, რაღაცებს შენ ნუ იგონებო, ამ ჩუბის დროს კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. უცბად ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. მე შემოვტრიალდი და დავინახე კარებთან მდგომი ბატონი ზვიადი. ბატონმა ზვიადმა იკითხა, რაშია საქმე, რა ხდებაო? დავით სარალიძემ უპასუხა, არა, ისეთი არაფერი. ეხლა ვაკის პარკიდან მოვდივარ, მიტინგი ჰქონდათ გამართული სიგუას და სარიშვილს, 1-40 კინკილა კაცი ესწრებოდაო. მე ვეღარ მოვითმინე, მისი ეს ტყუილი და ხმამაღლა ვიყვირო. ბატონო ზვიად, ესენი გატყუებენ, უამრავი შეიარაღებული ხალხი მოდის უზენაესი საბჭოს მიმართულებით. ბატონ ზვიადს ხმა არა მოუღია, ის გავიდა ოთახიდან. მე მას გარეთ გავყევი. ბატონი ზვიადი იქვე მოწყობილ სამედიცინო პუნქტში შევიდა, გარეთ დამხვდა ზვიადის მძღოლი. მე მას ყველაფერი უამბე და მძღოლმა მირჩია, რომ შევსულიყავი სამედიცინო პუნქტში და თავად მომეხსენებინა ყოველივე ბატონი ზვიადისთვის, მაგრამ ბატონი ზვიადი გავიდა ეზოში. მე მასთან დაწვრილებით საუბარი ვერ მოვასწარი. მან მხარზე ხელი დამადო და მითხრა, თქვენ მართალი ხართ, მე ყველაფერი ვიცი. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ შტაბი დაკომპლექტებული იყო მოღალატეებით. რიცხვი არ მახსოვს, ეს ის დღე იყო, როცა ჩეჩნეთიდან დელეგაცია ჩამოფრინდა. მოსალაპარაკებლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ეს საშინელი დაპირისპირება. იმ დილით ადრე ბრძანების თანახმად 10-15 პოლიციელი გადაგვიყვანეს აეროპორტის დაცვის გაძლიერების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობდა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაურ კიკნაძე. იქნებოდა 10-12 მაპატიეთ 10-11 საათი. უცნობი უცბად მანქანები შემოვარდა. ყარყარაშვილმა გაგვიხსნა ცეცხლი. ზაურ კიკნაძე და ერთი პოლიციელი დაიჭრნენ, ხოლო ერთი რიგითი პოლიციელი გარდაიცვალა. ყარყარაშვილმა, როგორც შემდეგ შევატყვე, ეს ბიჭი ყოფილა, ის ვინც მოკლა ყარყარაშვილმა, ყოფილა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიდან იქ ერთ-ერთი სიძე პოლიციელი. აი ასე უტევდნენ კანონიერ ხელისუფლებას. ეს არის პირდაპირ ჩვენება, რომელიც დევს ასევე პროკურატურაში და შავად ნაწერი კი მე გადმომცა იმ პიროვნებამ, რომლის ვინაობის დასახელების უფლებაც მე არ მაქვს. აქვე მინდა მე მოგახსენოთ იმ ძალიან სამწუხარო და ამავდროულად აუცილებელ მომენტზე. ეს გახლავთ ინტერვიუ ჯაბა იოსელიანთან. ქვეყანაში სისხლისძვის წინაპირობა არის. გადატრიალება ოქტომბრის დასაწყისში მოხდება. მათ გეგმაში ჰქონდათ შევარდნაძესთან ერთად, რომ არა დეკემბერში, არამედ უფრო ადრე დაეწოთ შემოდგომაზე ოქტომბრის თვეში. მე არ გიკითხავთ ხა ჯაბა იოსელიანმა იმდენი მასალა დაგვიტოვა, რომ ნამდვილად აქ ზუსტად იგივე არის ფაქტობრივად დაფიქსირებული, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი ერთი, რომელიც მე საერთოდ არც იმ წიგნში არ აქვს სამგანზომილებაში არ ფიქსირებს, მაგრამ რატომღაც გაიპარა პრესაში მის ინტერვიუში და ეს აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს. კერძოდ, მთავარია, ჩვენ რუსეთთან გავარკვევთ ურთიერთობა. გარკვევა ის არის, რომ რუსები ის არ წავლენ
თუ კომპენსაციას არ მიიღებენ საქართველოსგან. რუსეთს რაღაც უნდა მივცეთ. თანაც 100 წლის ან 100 წლით ან გაგრის საბადოები, ან ბიჭვინთა, სხვათა შორის ყველაზე ცივილიზებულ ქვეყანაში, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეა, როდესაც ერთი მიდის, იქით აძლევეთ, ოღონდ წადი და თავი დაგვანებეო. ელცინმა მე და შევარდნაძეს ეს იგი შევარდნაძესთან ერთად იყო მოსკოვში იმ დროს ესე იგი ჯაბა იოსელიანი იმის თაობაზე მოსალაპარაკებლად რომ შევარდნაძე საქართველოში იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ შევარდნაძე დათმობდა საქართველოს ტერიტორიების იმას ნაწილს რომელიც საქართველოს აღარ აქვს. აქ იგულისხმება როგორც აფხაზეთი ასევე სამაჩაბლო და კიდე სხვა ტერიტორიები, რომლებიც ფაქტობრივად ჯერჯერობით ჩვენ ხელში არ არის, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა და მე ველოდები, როდის გამოაცხადებენ. ელცინმა მე და შევარდნაძეს აეროპორტში პირდაპირ კითხრა. ჩვენ პიცუნდას, ბიჭვინთას მოგცემთ? აი ასე უწერია. ანამ პიცუნდუ და ძიძე თავი დაგვანებეთო 100 წლით. რა მოხდა? ყველასთვის უკვე გასაგებია. შემდეგი ისევ ამონარიდი ეს არის უკვე ლევან შარაშენიძე, რომელიც ძალიან ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა და მაქსიმალურად უნდა რომ თავისი ცოდებისგან გამოვიდეს, მაგრამ ცოდას მაინც ცოდას უმატებს. მე როგორც საბჭოთა არმიის გენერალი ზომებს ვიღებდი იმისათვის, რომ გამსახურდიასთან დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები მაქსიმალურად მომემარაგებინა იარაღით. ამისათვის რუსი გენერლები ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ვითხოვდი და მაძლევდნენ. მე ამას არ ვმალავ. ბეპაევი და მაპატიეთ ერთი წუთით მერე მოგახსენებთ, რომელ პრესაში დაიბეჭდეს. ამას მე არ ვმალავ. ბეპაევი და გენერალი გრეკოვი უშუალოდ ამით იყვნენ დაკავებული. ამ ყველაფერს კი სოხუმიდან პატრიკ აკონტროლებდა. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც რუსეთი ჩვენზე იყო ორიენტირებული და არა გამსახურდიაზე. რუსეთი იარაღსაც გვაძლევდა და ტექნიკასაც. რუსების მიერ მოცემული 2 ჰაუბიცა მთავრობის სახლის წინ ჩვენი ჰაუბიცა მაპატიეთმა გამორჩა სიტყვა მთავრობის წინ მუშაობდა, სახლის წინ მუშაობდა. რა ჯობია ამას, ხო? და ზუსტად ის ხაუბიცა იყო, რომ 22-ში დილით ადრიანად რო გაისროლის, პირდაპირ ზვიად გამსახურდიას ფანჯრებს მოხდა და წაიღო მთელი ოთახი, ის რასაც 2 ოთახი იყო, იმას თუ ოთახი ერქვა, ერთი არაუშავს საშუალოდ, ერთი 40 კვადრატული მეტრი იქნებოდა, მეორე დაახლოებით 7 კვადრატული მეტრი იყო და პირდაპირ დაომიზნეს ზვიად გამსახურდიას. ამაზე მეტი სამხელი და ამაზე მეტი აღიარება განა შეიძლება რომ იყოს. ის სადაც დაიბეჭდა მე თქვენ მოგახსენებთ მაპატიეთ ერთი წუთით ესე იგი ის ჯაბა იოსელიანთან დაკავშირებით გაზეთი ახალი თაობა აგვისტოსთვის 2002 წელი და სადაც დაიბეჭდა ეს ლევან შარაშენიძე ესეც იმავე გაზეთში არის, ოღონდ მე-5-დან მე-10 გვერდზე გადადის. პირდაპირ გამსახურდია მე დავამხე, მის თვითმფრინავის გამანადგურებლები დავადევნე, მაგრამ გროზოში მაინც დასვეს. ასეთი სათაურით არის და მისთვის თუ საამაყოა ეს მოღალატის სტატუსით სიარული კი ბატონო იაროს და ნახოთ ვინ რას მიაღწევს. და რა სახელით ივლის გასავთ აი ჩემს ხელთ არის ძალიან საინტერესო გაზეთის საგაზეთო მასალა რომელიც არის გაზეთი კვირის რეზონანსი 2003 წლის 3 თებერვალი მე იმიტომ მოგახსენებდით რომ აი შეიძლება დროში იყოს ისეთი არ იყოს თანხმდა დროში მაგრამ ზოგი გვიან წერდა იმის გამო რომ მანამდე დაშინებულები იყვნენ შემდეგ უკვე ცოტა გათამამდნენ თუ რა იყო ყოველ შემთხვევაში მათში ადამიანურმა გზნობებმა გაიღვიძა ისეთმა რომელიც მათ მომავალზე იფიქრეს მომავალ შთამომავლობაზე იფიქრეს არ ვიცი მე ამაზე ვერ გიპასუხებ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ჯიუტია რომ ეს არის ძალიან საინტერესო მასალა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსკოვში მჟავანაძეზე კომპრომატები ჩუმად ჩაიტანა.
მაშინ მე უკვე წაგიკითხეთ რომელი გაზეთიც არის მაშინ როცა ვასილ მჟავანაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი გახდათ იმ პერიოდისათვის ძალოვანი უწყებიდან უმაღლესი პარტიული ორგანოს ხელმძღვანელობაში გადასვლა მიუღებელი იყო საჭირო გახდა გარკვეული ტრამპლინი რათა შემდგომ შევარდნაძისათვის შესაძლებელი ყოფილიყო ცეკას პირველი მდივნობა მოსკოვიდან თბილისში ჩამოდის კომისია რომელიც არადამოკმაყოფილებლად აფასებს ქალაქკომის მუშაობას საბჭოთა ბჭალები გახსნილია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მოისმინა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის ამხანაგ ოთარ ლოლაშვილის მოხსენება და აღნიშნა რომ მისი მუშაობის დონე ჯერ კიდევ სრულიად ვერ შეესაბამებოდა 26 ყრილობის მოთხოვნებსა და ამოცანებს საქალაქო პარტიული ორგანიზაცია სუსტად ებრძვის სახელმწიფო საკუთრებას და დატაცებას სპეკულაციას მეხსთამეობას მუქთახორობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს პარტიასა და მთავრობის დირექტივების შესრულებას ორგანიზაციასა და შემოწმებას მთლიანად როდი კმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნილებანი ბინების საყოფაცხოვრებო მანქანების ხელსაწყოების ფეხსაცმელების შეკეთების მომსახურებაზე თეთრეულის რიცხვსა და ტანსაცმლის ქიმიურ წვენდაზე და ასე შემდეგ მხოლოდ ეს ადარდებდა თურმე კომუნისტებს საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტს დაავალა აღმოეფრა აღნიშნული ნაკლოვანებანი გადაჭრითი ბრძოლის უწყებრივი შეზღუდულობისა და კუთხურობის გამოვლინებათა წინააღმდეგ გაზეთი კომუნისტი ნომერი 7 მარტი 1972 წელი ამის შემდეგ ქალაქკომის პირველ მდივან ოთარ ლოლაშვილს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ ქალაქკომის პირველი მდივანი ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე 1972 წლის 28 ივლისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ოთარ ლოლაშვილს ცეკას ბიუროს წევრობიდანაც ათავისუფლებენ სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით და ედუარდ შევარდნაძეს ირჩევენ 1972 წლის სექტემბრის ბოლოს კი შევარდნაძე ცეკას პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის სავარძელს იკავეს იმ პერიოდში ცნობილი ტელეჟურნალისტი სანდო მამასახლისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პედაგოგი იყო და პარალელურად ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. დღეს იგი კასპიის რაიონში სოფელ ახალქალაქში ცხოვრობს და ოცნებობს, როდის გააკეთებს ისევ მწვავე პუბლიცისტურ სატელევიზიო გადაცემებს საზოგადოებისათვის საჭიროებო საკითხებზე. სანდო მამასახლისი იხსენებს. ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე პოლიტბიუროს სახელზე ყოველ წელს წერდა განცხადებას. გამათავისუფლეთო, ამ ნაბიჯით ის ამოწმებდა კრემლის ნობის ფაქტორს მის მიმართ. მაშინდელმა აქ მსხვილი შრიფტით არის გამოტანილი და შემდეგ ისევ მოხდება გამეორება, მაგრამ მევალდებული ვარ როგორც არის დაბეჭდილის წაგიკითხოთ. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა შევარდნაძემ გაბედა და მჟავანაძის მეუღლე დაკითხა და დღეს კიდე შევარდნაძის ვერავინ ვერ კითხავს და ვერც მისი შვილები და ვერც ვერავინ ვერ მიიყვანეს პროკურატურაში. ხომ არის აქ შეთანხმება პირადად სააკაშვილსა და შევარდნაძის შორის და კიდევ მას სხვაგან აქვს ფესვები, სხვაგან აქვს კიდე ძირები საბჭოთა კავშირის ანუ რუსეთის საზღვრის ფარგლებს გარეთ და ისინი არიან მისი მფარველები, ვინც ჩამოგვიყვანა შევარდნაძე ფაქტობრივად მოდით ასე ვილაპარაკოთ. იმ პერიოდისათვის ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. დაახლოებით ვიცი, რომ ერთ-ერთი არქიტექტორს ქალაქის საბჭომ ბინა ურიგოთ მისცა. როდესაც შევარდნაძე დაინტერესდა თუ რა გზით მიიღო ამ არქიტექტორმა ბინა, ქალაქის საბჭოში თქვეს, ეს ვასილ პავლოვიჩის მეუღლის თხოვნით მოხდაო. შევარდნაძემ მჟავანაძეს უთხრა დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენ მეუღლეს ორი კითხვით მინდა მიმართო. იმავე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრი ცეკას პირველი მდივნის ოჯახს იახლა და მჟავანაძის მეუღლეს ის ორი კითხვა დაუსვა, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე. მე ბევრ ქართველს ვეხმარები. კონკრეტულად ეგ შემთხვევა არ მახსოვს, მაგრამ ალბათ დავეხმარეო. შევარდნაძემ დიდი მადლობა გადაუხადა. შევარდნაძემ დიდი მადლობა გადაიხადა და წამოვიდა. ბუნებრივია მჟავანაძე მსგავს მოქმედებას არავის შეარჩენდა. საჭირო იყო შევარდნაძის როგორც პოლიტიკური ფიგურის მოსპობა. მაშინ შევარდნაძეს მფარველობდა შოლოკოვი, საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საკავშირო ცეკას გენერალურ მდივანთან ლეონიდ ილიასე ბრეჟნევთან დაახლოებული პირად ითვლებოდა. საჭირო იყო შევარდნაძეს სხვა ზონაში გადაყვანა და ასეც მოხდა. შევარდნაძე ქალაქკომის პირველი მდივანი ხდება. მისი ცეკას პირველ მდივნად მოსვლა კი ძალიან სწრაფად მოხდა. მჟავანაძის დაუკითხავად წავიდა მოსკოვში.
აქ არის მითითებული ესე იგი დიდი შრიფტით ედუარდმა საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალები მოაგროვა და მჟავანაძის დაუკითხავად მოსკოვში წავიდა. როდესაც შევარდნაძე გამოჩნდა როგორც ძალიან დინამიკური და სხივნათელი ადამიანი, ბრეჟნევმა თქვა, ვასილ პავლოვიჩმა წასვლის შესახებ დაწერა განცხადება, ორდენი მივცეთ და გავათავისუფლოთ. შევარდნაძე მოსკოვიდან რომ დაბრუნდა, უკვე ცეკას პირველი მდივანი იყო და ამის შესახებ მჟავანაძემ არაფერი იცოდა. 1972 წლის 22 სექტემბერს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის ასევე დაბადების 70 წლისთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ვასილ მჟავანაძე ოქტომბრის რევოლუციის ორდენი დააჯილდოვა. ამის საფასურად მოხდა მისი გაძევება. აი რა თქვა ვასილ მჟავანაძემ პენსიაზე გასვლის წინ პლენუმზე გამოსვლისას. ამ ხანაგებო უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა ის რა ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე უკვე ორჯერ ვთქვი. დროა პენსიაზე გავიდე, იძულებულია, მეტი რა უნდა თქვას. 70 ცოტა დრო არაა. 19 წელია რაც მე გახლავართ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ამ წების განმავლობაში არ მიმიღე არც ერთი შენიშვნა, პატიოსნად მუშაობდი. დღეს დილით ლეონიდ ილიაძე ბრეჟნევმა დამირეკა, ის ძალიან თბილად და გულითადაც საუბრობდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციაზე, საქართველოს მშრომელებზე, მითხრა რომ მასთან ედუარდ ამბროსიძე შევარდნაძე იყო, ლეონიდ ილიაძე ბრეჟნევმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტიული ორგანიზაცია მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას. მის კანდიდატურას საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე. მე ვუთხარი, რომ მას ვისწრებ 13 წელია და ეჭვს არ მეპარება, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ვასილ მჟავანაძე ბჭყალები გახსნილა. სამწუხაროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ათასგვარ ხმებს ავრცელებდნენ. ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიღოს ბოლო. საქმე შევარდნაძისა და მჟავანაძეში როდია. საუბარი მიდის საქართველოს პარტიული ორგანიზაციაზე, ქართველი კომუნისტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან კომუნისტური პარტიისადმი ერთგულებით. ბჭყალები დახურულია. ისევ გახსნილა ბჭყალები. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა დააკმაყოფილა ამხანაგ ვასილ პავლეზე მჟავანაძის თხოვნა ასაკის გამო პენსიაზე გასვლის შესახებ და ამასთან დაკავშირებით გაათავისუფლა იგი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისა და ბიუროს წევრობის მოვალეობისაგან. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად არჩეულია ამხანაგი დანიშნულია წავიდა მოსკოვში ბრეჟნევს უთხრა და ბრეჟნევმა დანიშნა და ჩამოიტანა ისევ როგორც ჩამოიტანეს 1992 წლის 7 მარტს. ეს იყო მისი ჩვეული ცხოვრების წესი. შევარდნაძე, რომელიც მანამდე მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, ბჭყალები დახურულია. გაზეთი კომუნისტი 30 სექტემბერი 1972 წელი. იმაზე ყვაოდა თუ არა მეკთამეობა აყვავებული მჟავანაძის მმართველობისას. ჟურნალისტი სანდრო მამასახლის ამბობს, მაშინ იყო აბსოლუტური მეკთამეობა ყველა სფეროში და ყველა დარგში. ოღონდ დღევანდელი გულახდილი მეკრთამეობისგან განსხვავებით, მაშინ ყველაფერი შედარებით შენიღბულად კეთებოდა. შევარდნაძის მოსვლა კი ახალი სიო იყო. როგორც ჟურნალისტი, მასზე დიდი იმედებს ვამყარებდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სოციალიზმში ქრთამის მოსპობა შეუძლებელი რამ იყო. ამისათვის სხვა კანონები და საზოგადოება იყო საჭირო. მჟავანაძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს მამასახლისი საგან განსხვავებულად აფასებს ჟურნალისტი როლანდ ჯალაღონია და ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მჟავანაძე მოვიდა, საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალა საქართველოში, რომ ჩამოვიდა წინ სია დაუდეს და უთხრეს, ეს არის დასაჭერი და ეს არის დასახვრეტი ხალხი, ბჭყალები დახურულია. მან მიუგო, აქ ხალხის დასაყვრეტად და დასაჭერად არ ჩამოსულა და ის სია უკან გადაუგდო. როლანდ ჯალაღონია ისევ ბჭყალები გახსნილია. მაშინ სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია თითქოს არ შესულა, მაგრამ მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ცხოვრების წესი. უკვე რაღაც სტრუქტურებს თავისი ადგილი მიეჩინა და გაქრა ის შიში, რაც ძალოვანი სტრუქტურების მიმართ იყო დანერგილი. 50-იან წლებში პატარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორც ცხოვრობდა ხალხი, რა რიგები იყო პურზე, შაქარზე. მჟავანაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთიანობაში დათბა ეს პროცესი. მაშინ საბჭოთა კავშირის ბევრი რესპუბლიკას გაუსწართ იმავე მეცნიერების მრეწველობის ხაზით. მის სახელს უკავშირდება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა
თბილისი მესამე ქალაქი იყო საბჭოთა კავშირში, სადაც მეტროპოლიტენი გაიშვა. მჟავანაძის სახელს უკავშირდება ენგურჰესის მშენებლობის დაწყება, ალაზანშენის პროექტები, სპორტის სასახლე, რომ ააშენეს, თეთრი მარმარილოთი გააწყვეს ფაქტობრივად, ეს შენობა კანონგარეში აშენდა. მაშინ როცა მშენებლობის თანხა გარკვეულ ზღვარს სცილდებოდა, პროექტი მოსკოვთან თანხმდებოდა. სპორტის სასახლე საკმაოდ ძვირი მშენებლობა იყო, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ჰქონდა. სპორტის სასახლე განსაკუთრებული არქიტექტურით აშენდა, როცა ამის თაობაზე ხრუშჩოვს მოახსენეს და ის თბილისში ჩამოვიდა, იძულებული გახდნენ სპორტის სასახლის მარმარილოთი მოპირკეთებული ნაწილი შავად გადაეღებათ, მაგრამ ეტყობა ვიღაცამ ამის შესახებ ხრუშჩოვს ამბავი მეუტანა და სპორტის სასახლის ნახვის შემდეგ ვასილ მჟავანაძის მოუწვიალდა და უთხრა ბჭყალებში ჩახურულია с каких пор у вас белый мрамор? Черный цвет красят. ბჭყალები დახურულია და კითხვის ნიშანი ამასთანავე. ამისათვის მჟავანაძემ საყვედური მიიღო, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა სპორტის სასახლის უნიკალური შენობა. მჟავანაძე 19 წელი მართავდა ქვეყანას. უამრავი სასიკეთო რამ გააკეთა და დღეს აბსოლუტურად არაფერს არ ჰქვია მისი სახელი. როდესაც მოხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ სირცვილად მევაჭრე მჟავანაძის ის დანაშაული აქვს, რომ 56 წელი მის კისერზეა, ასევე მჟავანაძის აქვს თავისი დანაშაულებრივი ქმედებები, ისე მას არავინ არ გააჩერებდა და არ დანიშნავდა ცეკას მდივნად. მე იმის ჩამოსვლას არ ვცდილობ, მაგრამ ფაქტობრივია, რომ ეკლესიასთან მიმართებაში მჟავანაძე, სირაძე, მისი მოადგილე და საერთოდ მაშინდელი ცეკას მდივნები, ასევე მინისტრ საბჭოს თანამშრომლები, როგორც მუშაობდნენ და რა დავალებასაც ღებულობდნენ მოსკოვიდან, ეკლესიასთან მიმართებაში და საერთოდ მოსახლეობის მიმართ ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც ტრადიციულად კეთდებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკებში, ასე რომ მჟავანაძე გამორჩეული პიროვნება არ იყო, შეიძლება ნამდვილად განსხვავებული იყო შევარდნაძის აი ამ ტერორისტული ქმედებებისგან, რომელმაც პირდაპირ მიზნად დაისახა, რომ საქართველოში ყველა უნდა გაენადგურებინა მისი მოწინააღმდეგეს და ახლობელიც, იმიტომ რომ ახლობელი მის საიდუმლოს ღებულობდა, ხოლო მოწინააღმდეგე თავისით მოწინააღმდეგეთ აღიქმება. მაგრამ მჟავანაძის ჰქონდა რაღაც, მაგრამ ეს უშუალოდ მჟავანაძის დამსახურება არ არის. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როდესაც ისტორიას გადავხედე, საქართველოს ისტორიას გადავხედე, აქ მართლა ეროვნული კაცი გახდათ. ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში მაშინ იყო გეგეშიძე და თუ რამ ეროვნული აკეთდა საქართველოში, მე რაც წავიკითხე იმას მოგახსენებთ და ეს არ არის მოგონილი და კერძოდ ეროვნულს იგულისხმება თავისუფლება მიეცა ლიტერატურას, ხელოვნების ყველა სფეროს, ასევე საქართველოში შედარებით უფრო დათბა ინტელიგენციისადმი დამოკიდებულება, მწერლებისადმი დამოკიდებულება, ასევე შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღი ოპერის თეატრში ზუსტად გეგეშიძის დამსახურება იყო, რომელიც მაგრამ რაში არის საქმე, ხა იქ როგორი იკითხება, იცით, რომ გეგეშიძე შევარდნაძესთან შედიოდა, იგი დაუკითხავად არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ შევარდნაძესთან, მჟავანაძესთან შედიოდა და მას უთანხმებდა, რომ ბატონო ვასილ პავლეს ძე. აი ასეთი რამ არის გასაკეთებელი და თუ შეიძლება თქვენი თანხმობა და შევარდნაძეს, მჟავანაძეს ითანხმებდა ყოველთვის და აი მაშინ იყო რაღაც შედარებითი ისეთი დათბობის და ისეთი პერიოდი, როდესაც გეგეშიძე იყო აი ესეთი იმის შემდგომ 56 წლის შემდგომ პერიოდს გულისხმობ მე, როდესაც გეგეშიძე და მჟავანაძე ფაქტობრივად მჟავანაძე აკეთებდა იმ ქართულ საქმეს, რომელიც თავად გეგეშიძისგან მოდიოდა. ის როგორც იქ წერია, სადაც მე ამოვიკითხე იმ ქრონიკებში, იგი ეროვნული კაცი ყოფილა, რომელიც ვერაფრის შემთხვევით მოხვედრილი არ ყოფილა იგი კომპარტიის რიგებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან გადაწყვიტა, რომ იმ გზით ევლო, რომელიც მის ოჯახს, მის მომავალს იმსახელს,
ხელს არ დაუტოვება, რომელიც სახელითაც დარჩენ დანარჩენი ოჯახის წევრები და მათი შთამომავლები. ასე რომ აქ მჟავანაძის იმასე მამასახლის ცოტა გადაჭარბებული აქვს. როდის მოხდება ღირებულებათა გადაფასება და სირცხვილი მიმაჩნია ის ამბავი, რომ ხო ეს უკვე წავიკითხე. იმ ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც მჟავანაძის მმართველობის პერიოდში მოესწრენ და შევარდნაძის ცეკას პირველ მდივნობასაც უპირატესობას მჟავანაძის პერიოდს ანიჭებენ, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო საგაზეთოდ ვინაობის გამხელას თავს არ იდებენ. ზოგიერთი მათგანი პენსიონერია, ზოგიც კი დღეს ისევ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა. საქართველოს კი ისევ შევარდნაძე მართავს და ამიტომ მთელ კვირასთან ჭალებში არის ეს გაზეთი მთელი კვირა, რომელსაც მე გიკითხავთ ახლა, საუბრისას ისინი ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევენ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მათი მონათხრობის გამო გაზეთს გარკვეული პრობლემები შეექმნება, ისინი თავიანთი ვინაობას აღარ დამალავენ. აი რას ამბობს ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც მაშინ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა მშენებლობის ხაზით. მჟავანაძის დროს მაღაზიებში სურსათი ძალიან ბევრი იყო, ასევე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წესრიგი ძალიან კარგი ეკითხებიან. ძალიან კარგი. ყოველ შემთხვევაში შევარდნაძის სათავეში მოსვლის შემდეგ საქმის გაკეთება ბრჭყალებში ანუ ქრთამი გასამაგდა. მჟავანაძის დროს ფაქტობრივად პარტიზანულად აშენდა მეტროპოლიტენის სპორტის სასახლე გამეორება საქადაგილი, რომლის პროექტი უნიკალური გახდა, შენობა რკინაბეტონით გადაიხურა ყოველგვარი სვეტების გარეშე. ეს ქაჯაიას პროექტის მიხედვით გაკეთდა. ხრუშოვმა საყდურის გამოთქვა კარგია, მაგრამ ამის მაგერად უკეთესი იქნებოდა სკოლები და საბავშვო ბაღები აგეშენებინათო. მჟავანაძის დროს დასრულდა საქართველოს გაზიფიკაცია და ელექტროფიკაცია. ენგურხეთის მშენებლობაზე თბილისიდან შემოწმებაზე ჩამოვიდნენ, მასალების ხარჯები შეამოწმეს და ცემენტის დანაკლისი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ვასილ მჟავანაძეს უთხრეს ცემენტის დანაკლისია და მუშები უნდა დაისაჯონო. საწავი და ცემენტი იკითხა მან, ახლომახლო უამრავი საცხოვრებელი სახლი აშენდა, უთხრეს ცეკას პირველ მდივანს, მერე და მაგას რა სჯობიაო, რუსეთის ცემენტს კიდევ მოგცემს და სახლები აშენებული დარჩებაო, მიუღო მჟავანაძემ. ქალაქ ქუთაისის მკვიდრი მთელი კვირის ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპონდენტი. წარსულში ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მისი თქმით ბრჭყალები გახსნილია. მაშინ, როდესაც შევარდნაძე პარტიის მცხეთის რაიკომის პირველ მდივანი იყო, რაიონების გამსხვილება მოხდა, მცხეთისა და დუშეთის რაიონები გაერთიანდა, შეიქმნა პარტიის დუშეთის რაიკომი და ედუარდი რამოდენიმე თვეს უმუშევარი დარჩა. ამ პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრია ქავთარაძე. ქავთარაძე ედუარდ შევარდნაძის ცეკას პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შედის და თავის ნიჭიერების სრული დემონსტრირებით არწმუნებს მას, რომ ის ბოლომდე მჟავანაძის ერთგულია. ამ შეხვედრის შემდეგ პირადად ვასილ მჟავანაძის მხარდაჭერით პარტიის თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის პირველ მდივანად ინიშნება შევარდნაძე. 1964 წელს კი ისევ მჟავანაძის უშუალო მხარდაჭერით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე ხდება, ხოლო მოგვიანებით მინისტრი, რის შედეგადაც შევარდნაძე როგორც მინისტრი საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. 1968 წელს მომხდა რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტრო გადაკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროდ, შესაბამისად შევარდნაძე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრია. 1972 წელს ის პარტიის თბილისის ქალაქკომის პირველ მდივნად გადაყავთ, მანამდე კი ქალაქკომის მუშაობის თაობაზე იწერება ბინძური ბრძანება, რაც რეალურად მჟავანაძის გათავისუფლების წინაპირობაა. შევარდნაძის ქალაქკომის პირველ მდივნად მოსვლის შემდეგ იწყება მისი დაპირისპირება მჟავანაძის გარემოცვასთან. ეს შრიფტით არის გამოტანილი და მე ამას ვერ ვიცილებ თავიდან. შევარდნაძე შოლოკოვის მეშვეობით ბრეჟნევს ხდება, აცნობს მასალებს, რომლებიც მჟავანაძეს არასაკმარის კომუნისტურ სიმტკიცესა და საქმისადმი ზერელი დამოკიდებულებაში ამხელს. ეს ბუნებრივია, შევარდნაძის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის წინააღმდეგობას კი არ უწევდა, პირიქით ზურგში მახულცემდა იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის მიუღებელი იყო იმისათვის, რომ მას რაღაცისთვის მიეღწია და სწორედ შევარდნაძე მოვიდა მჟავანაძის აი აქ როგორც თქვენ ხდებით უშუალო სურვილებით და მისი ასე ვთქვათ მოტყუებით, როგორც ფანდით შევარდნაძის მხრიდან და რაც მიიღო მერე მჟავანაძემ, თქვენთვის ყველასათვის ცნობილი არის. ისე სხვათა შორის უნდა იცოდეთ,
იცოდეთ, რომ ჟავანაძის ოჯახი ძალიან შევიწროებულია, ისინი ფაქტობრივად გაძევებული არიან საქართველოში, არც ერთი არ ცხოვრობს. ერთადერთი მისი ქალიშვილი, რომელიც ექიმი გახლდათ, უმცროსი ქალიშვილი, იგი ფაქტობრივად ნახევრად მშივრები იმყოფებიან, მე ვაჟიშვილზე არ ვამბობ, ქალიშვილებთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობა არის. ერთი ქალიშვილი გარდაეცვალა, ერთი ქალიშვილი უკვე ასაკოვანი გახლავთ, მესამე ქალიშვილი ძალიან უკიდურეს გაჭირებაშია და იგი რუსეთში წავიდა ძმასთან რომ დახმარება მიიღო მისგან და მისი ძმა კი იმყოფება რუსეთში და ხანდახან უფრო სწორად ბიზნესში არის და საქართველოში მათ უკვე ფაქტობრივად ამოუკეთეს ფეხი ჯერ კიდევ შევარდნაძემ როგორც კი ჩამოიტანეს საქართველოში ეს ისეთი დაუძინებელი მტერი იყო მათი ოჯახის რომ მაშინ დაიწყო ყველანაირი ტრაგედია და მისი ქალიშვილიც დაიღუპა შევარდნაძის ქალიშვილიც დაიღუპა მისი შვილიშვილიც დაიღუპა საერთოდ უბედური შემთხვევა მოხდა საშინელი მისი სიძეც გარდაიცვალა ასე რომ გაანადგურა ოჯახი იმიტომ რომ იცოდნენ რომ მათი მკვლელი ჩამოვიდა საქართველოში და ჩამოიტანეს საქართველოში და თავის ფაქტობრივად ეს იგი შინაგან განცდებს ვერსად ვერ გაექცნენ შემდეგი გახლავთ კაცავად მაშინ როდესაც ლეონიდ ილიასე ბრეჟნევი მოლდოვეთის ცეკას პირველი მდივანი იყო შოლოკოვი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა და მათი ნაცნობობა და ახლობლობა სწორედ აქედან მოდიოდა როცა შევარდნაძე მოსკოვში ბრეჟნევს ხვდებოდა ჟავანაძე ბიჭვინთაში ისვენებდა სადაც როინ მეტრეველი რამოდენიმე კაცთან ერთად ჩადის და ეუბნება თქვენ წინააღმდეგ შეთქმულება იწყება ამ პერიოდში როინ მეტრეველი ცეკას პირველი ცეკას ორგანიზაციულ პარტიულ მუშაობის გამგია რომელიც ჟავანაძის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას რომ შევარდნაძის პრობლემებს შეუქმნის პარალელურად ცეკას მდივანი შოთა ჭანუყაძე ედუარდ შევარდნაძის აწვის ინფორმაციას რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება და ამის სანაცვლოდ შევარდნაძე ცეკას პირველი მდივნის შემდეგ ჭანუყაძე რამოდენიმე თვის განმავლობაში ცეკას მდივნობას ინარჩუნებს მახსენდება ერთ-ერთი აქტივის კრება სადაც ედუარდ შევარდნაძე გამოდის საოცარ თამბეჭდავად თავის სიტყვას ზეპირად წარმოთქვას ამ დროს პრეზიდიუმიდან ისვის რეპლიკა ილაპარაკეთ ემოციების გარეშე ბრჭყალები დახურულია ეს რეპლიკა როინ მეტრეველმა ესროლა რასაც ედუარდი არ ივიწყებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როინ მეტრეველი ცენტრალური კომიტეტიდან დიდ საბჭოთა ენციკლოპედიის დირექტორის მოადგილედ გადახავს როინ მეტრეველმა რომელიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია ახლა აღარც რექტორია და იგი გახდა მაინც შევარდნაძის მონა მე ასე ვიტყოდი მთელი თავისი ოჯახის წევრებით როინ მეტრეველმა მაინც ვერ უღალატა ლენინს და თავის ლენინურ სულს მიუხედავად იმისა რომ მას პიროვნული ინტერესები ამოძრავდა თორე იცოდა ახლა შევარდნაძე ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში და ჟავანაძე ვინც იყო მაგისტრის და იგი ძალიან დაახლოებული იყო ჟავანაძის კაცი იყო და თავისთავად ახლა იგი უკვე ვერ შეითვისებდა შევარდნაძე ვერ შეითვისებდა მეტრეველს მეტრეველი ახლა გმირად რო გამოყავთ მეტრეველმა უარი განაცხადა რექტორობაზე ზვიად გამსახურდია როდესაც შესთავაზა რექტორობა იმაზე უარი განაცხადა მაგრამ შემდეგ როდესაც დაჭირდა ძალიან კარგად გამოიყენა ეს მომენტი როინ მეტრეველმა რომელიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია არათუ და როინ მეტრეველი არ დახვდა იმას შევარდნაძეს და როინ მეტრეველი არ ამის კადებსაც მოგაწვით ჩვენ დადი ნუკავთ კომენტარის გაკეთებაზე არამედ მთელ კვირასთან შეხვედრას თავი არის და რატო არიდებდა თავს იმიტომ რომ მე რაც მოგახსენეთ ეს არის იმისი რაღაცა პატარა მიზერი რაც შეიძლება ითქვას როინ მეტრეველისა და შევარდნაძის დაპირისპირებისა და შემდგომ კი დაახლოების თაობაზე. ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე პანტელეიმონ გიორგაძე 1972 წელს სასაზღვრო ჯარებში მოღვაწეობდა. პანტელეიმონ გიორგაძე რა ბრძანებს? ჭალები გახსნილია. მაშინ ბატონი შევარდნაძის ხელშეწყობით საქართველოში არ გამიკარეს და ყირგიზეთში გადამაგზავნეს მოსკოვში. მოსკოვში საკავშირო ცეკამ შევარდნაძის დახმარებით მიიღო მასალები, რომ ჟავანაძე ცუდად მუშაობს. საქართველოში კომისია ჩამოვიდა, რომელმაც თბილისის პარტიული ორგანიზაცია
რომელსაც ის მუშობა არადამაკმაყოფილებელად შეაფასა, ეს რომ ინტრიგა იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ქალაქომის პირველი მდივანი ლოლაშვილი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად შევარდნაძე დანიშნეს. ამის შემდეგ ძალიან მალე შევარდნაძის ცეკას პირველი მდივანი ხდება. თავის დროზე მჟავანაძის ცეკას პირველი მდივნის დანიშნას ხრუშოვმა შეუწყო ხელი. ისინი კიევში ერთად დამსახურობდნენ. ხრუშოვი საქალაქო სამსახურში იყო, ხოლო მჟავანაძე სამხედრო პირი გახდათ, რომლის მეუღლე კარგად იცნობდა ხრუშოვის ოჯახს და შესაბამისად ბასილ მჟავანაძე ახლოს იყო მათთან. მჟავანაძე როგორც სამხედრო პირდაპირი ადამიანი იყო. ბოლოს და ბოლოს მჟავანაძე ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა მოსკოვში მყოფ პარტიულ ხელმძღვანელობას, რის გამოც ის კრემლისათვის არასასურველი პირი გახდა. ცეკას პირველი მდივნის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მოძებნა გახდა საჭირო, რომელიც მოსკოვს ყველაფერზე ადვილად დაუკრავდა თავს და ენას არაფერზე შეუბრუნებდა. შოლოკოვის დახმარებით შევარდნაძე ბრეჟნევს დაუახლოვდა. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ ერთი კაციც არ დარჩა ისეთი, რომ ცეკას პირველი მდივნის თანამდებობაზე დაესახელებინათ. ყველა კანდიდატზე არსებობდა კომპრომატი. ისევ დიდი შრიფტით არის მოცემული. მაშინ ცეკას პირველი მდივნის თანამდებობაზე რეალური კანდიდატები იყვნენ როინ მეტრეველი, ზურაბ პატარიძე, რომელიც მოგვიანებით ავტოავარიაში დაიღუპა და პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი. ამათგან გასვლის შანსი არც ერთს არ დარჩა. შევარდნაძის დანიშნა წინასწარ ჩაწყობილი იყო და ეს დაახლოებით 1956 წლიდან მოდიოდა. მჭალები დახურლია. სანდრო მამასახლისი. მჭალები გახსნილია. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლა პოზიტიური მოვლენა იყო, მაგრამ ყველაფერში ზომიერება საჭირო იყო და შევარდნაძემ როგორც ცეკას პიროვნება მდივანად ცოტა გადააჭარბა და რაში იცით? ქართულ ტრადიციებს, ადათ წესებს, ჩვეულებებს ბრძოლა დაუწყო. არ დამამიწყდება მრავალათასიანი სუფრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთი ოჯახი მეორეს ეჯიბრება, 1500 სტუმარი ეყოლება ქორწილში თუ 2000. ამის თაობაზე თუ მათი არაფერი არ იყო შევარდნაძესთან სადაო, ამაშიც მე მგონი სადო მამასახლისი საკუთარ ტყავს უფრთხილდება. ამის თაობაზე საზოგადოებაში მოძრაობა ლაპარაკი დაიწყო. პირველ რიგში შევარდნაძე ხალხს მიმართა და მათი საშუალებით ცდილობდა ამ პრობლემების მოგრავება. ერთი პერიოდი სავაჭრო სისტემიდან ჟულიკები გარბოდნენ, მაღაზია სიმდიდრის განსახიერება იყო, სადაც ხალხს ღრეწენ და ამ დროს მისივე ლეკიშვილი, მისივე ხელდასხმული ლეკიშვილი ფლობდა მთელი მაშინდელი პრეხანოვი იყო, ეხლა არის დავით აღმაშენებელის გამზირი, ყველა მაღაზია მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს ლეკიშვილის საკუთრებას შეადგენდა. მაშინ ჯერ კიდევ როდესაც კომუნისტური, ეგრეთ წოდებული კომუნისტური ხელისუფლება ყავდა ვითომ საქართველოს. ეს აუცილებელი არის აღინიშნოს. შემდგომ ფეხბურთელს, რომელიც მოსახლეობაში დიდ სიყვარულს დაიმსახურებდა, ცენტრალური კომიტეტი, კერძოდ ვასილ პავლოვიჩი მაღაზიის დირექტორად ნიშნავდა. ეს ჯილდო იყო. აი მაღაზია, ხალხი გაძარცვენ, კარგად იცხოვრეო. ამას ნიშნავდა მაღაზიის დირექტორის ხელფასი 120 მანეთი გახდათ. მაგრამ რეალურად 1 საათში აკეთებდა ამხელად თანხას და როგორ იცით, მომხმარებელს პარავდა. მაშინ ყველაფერზე დეფიციტი იყო, დაწყებული მარილიდან დამთავრებული ღილამდე. არაფერი არ იშოვებოდა, მაგრამ მაშინ მაგრად შერდა. ჩემი დედა მაღაზიაში გამყიდველიაო. რა თქმა უნდა, შევარდნაძეს ამის გამოსწორება უნდოდა ბჭყალებში. ერთი ასეთი ამბავი მინდა გიამბოთ, რომელიც დღესაც გამოცანაა ჩემთვის. 1978 წელს მოსკოვიდან ინფორმაცია მოვიდა, რომ ქართული ენა მეორე ენა უნდა გამხდარიყო. ქართულმა ახალგაზრდებმა ერთსულოვნებით გამოხატა დიდი პროტესტი, რის შედეგადაც ქართული ენა სახელმწიფო ენად დატოვეს. ეს იყო შევარდნაძის პირადი მოთხოვნა. მე ამაზე უკვე თქვენთან საუბარი მქონდა, აღარ გავმეორდები, იმიტომ რომ შევარდნაძე უშუალოდ მოსკოვს შესთავაზა, რომ მოდით პირველი ენა იყოს საქართველოში რუსული და მეორადი ენა იყოს ქართული. და ამის წინააღმდეგ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაც მოხდა საქართველოში 14 აპრილს. ამ პერიოდში პოლიტბიუროს ცენტრალურ კომიტეტთან იყო გასაიდუმლოებული სტრატეგიული პოლიტიკის ლაბორატორია, რომელიც ამუშავებდა ყველა ნაბიჯსა და ღონისძიებას. მიმართულს არა რუსული ქვეყნების გარუსებისათვის. მანამდე ქართველი ერი თავისი მშობლიური ენის მიმართ დიდი სიფხიზლით იყო განწყობილი. ამის თაობაზე გაზეთებში დისპუტები იმართებოდა. ერი ფხიზლობდა, ბუნებრივია, რომ ასეთ ფხიზლ ერს ენას ვერ წაართვევდი. იმ სტრატეგიული ლაბორატორიას მიზნად ჰქონდა გაერყნა საზოგადოება და წაერთვია მშობლიური ენა, ანუ ქართულ კაცს თავისი მიწის სიყვარულის უნარი დაკარგოდა და ათქვეფილიყო რუსულ ეთიკასა და ცნობიერებაში.
საჭირო გახდა ისეთი ილეთის ჩატარება რომ ქართველ ერს მშობლიური ენის მიმართ სიფხიზლე მოედონებინა. მე მგონი 1978 წელს გათამაშდა ეს სცენარი. მე მგონი კი არა, ესე გახდა ბატონო სანდრო ეს სცენარი. ანუ მაშინ ქართველ ერს მშობლიური ენის მიმართ სიფხიზლე დააკარგინეს. მაშინ პროტესტის ნიშნად დაახლოებით 20,000, არავითარი 20,000 თავი რო იყო, მე ვერც ვიტყვი ამას სრულყოფილად, თავი რომ სადაც გმით ლენინის მოედანზე თავდებოდა, იმიტომ რომ იქ უკვე ჩიხები იყო და იქ აღარ ჰქონდა აზრი იქ დგომას ხალხის. ბოლოს სად იყო ვაკის ეს იგი გმირთა მოედანი, ვაკის ბოლომდე ბაგები რო იწყება. ეს იყო რაღაც სასწაული, მთელი სანაპირო აღებული ქონდა საქართველოს მოსახლეობას. აქ უკვე 20,000 კი არა, 100,000-ობით ხალხი იყო გამოსული თავისი მშობლიური ენის დასაცავად. გამოვიდა და კგბ-მ ერთი ტყვიაც არ გაისროლა. მაშინ როდესაც 1956 წელს ხალხი დახოცეს. მე მაინტერესებს რა მოხდა 1978 წელს, ისო და თუ არა შევარდნაძემ რომ მაშინ სტრატეგიული პოლიტიკური ლაბორატორიის სცენარი გათამაშდა. ამის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მოთხოვნის საფუძველზე ბატონო სანდრო და ბოლომდე იყავით მართალი. მე მოგმართავთ ეხლა თუ ცოცხალი ბრძანდებით. ქართული ენის მიმართ კი სიფხიზლე გამოიხსნა და საშინელება მოხდა. დღეს ქართველი კაცი 10 სიტყვიდან 9 არაქართულს ხმარობს. გაზეთი მთელი კვირა ესაუბრა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებოებაში შვეიცარიის კონფედერაციისა და წმინდა საყდართა ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებში ალექსანდრე ჩიკვაიძის მეგობარს, რომელსაც რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი დიდი თანამდებობა ეკავა. მან ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და შემდეგი რამ გვიამბო. ის ბჭალები გახსნილია. ის თუ როგორ დაიბარა საშა ჩიკვაიძე, ვაშილ სილმჟავანაძე და რას თავაზობდა მას, თვითონ საშა მომიყვება. მაშინ მას ბრიტანეთში დიპლომატიური მუშაობის ვადა დაუმთავრდა და მოსკოვში დაბრუნდა. პონომარიოვმა საკავშირო ცეკავს იდეოლოგიის დარგში საშას მასთან მუშაობა და საკმაოდ დიდი თანამშრომლობა შესთავაზა. ამ დროს მას თბილისიდან უკავშირდება მჟავანაძის ერთ-ერთი თანამშემწე თბილისელი სომეხი პირადოვი და ეუბნება. ვასილ პავლოვიჩის თხოვნაა, რომ მოსკოვში შეთავაზებულ თანამდებობას საბოლოო თანხმობა არ მისცეს ჩამობრძანდი თბილისში. ვასილ პავლოვის თქვენთან შეხვედრა უნდა. საშა ამ წინადადებას ღებულობს თბილისში, ჩამოდის და პირადოვს უკავშირდება. პირადოვი 9 საათის შემდეგ ურეკავს და ეუბნება, თქვენ ხვალ ვასილ პავლოვიჩის ოჯახში სადილზე ხარ დაპატიჟებული, ბჭალები დახურულია. საშა მჟავანაძეებს ესტუმრა. სადილის შემდეგ მჟავანაძემ საშას ხელი მოჰკიდა და სამუშაო ოთახის სასაუბროდ გაიგავნა. ამ დროს მჟავანაძეს თავაზობს, რომ საშა მოსკოვში დარჩენაზე არ დათანხმდეს და საქართველოში ჩამოვიდეს. მოკლედ ქვეტექსებით აგზნობინებს, რომ მას საქართველოში კარგი კარიერა ელის. ბჭალები გახსნილია. მე უკვე ხანში შესული ვარ. საქართველოს კი სჭირდება გონება გახსნილი მაღალი ინტელექტუალური პიროვნებები. ბჭალები დახურულია. მჟავანაძემ საშას პირველ ეტაპზე რაიკომის დივნობა შესთავაზა და იქიდან ქალაქკომის დივანს უნდა გადაეყვანა. შემდეგ 3 წერტილი. საშა მოსკოვში მუშაობაზე უარი განაცხადა, თბილისში ჩამოვიდა და დაინიშნა პარტიის ორჯონიკიძის ამჟამად ვაკე საბურთალოს რაიონის რაიკომის პირველ მდივნად. ეს ამბავი მჟავანაძის გადადგომამდე დაახლოებით 1 წლით ადრე ხდება. 1972 წლის სექტემბერში კი ხელისუფლების სათავეში შევარდნაძე მოდის. ჩიკვაიძისა და მჟავანაძის შეხვედრის თაობაზე არავისთვის არ იყო ცნობილი. ერთ-მშვენი ერთ-დღეს შევარდნაძე უკვე ცეკას პირველი მდივნის რანგშია. ჩიკვაიძე იბარებს და ეუბნება, რომ ის საქართველოში გადმოსვლამდე მჟავანაძესთან იყო მისული და ესაუბრა. აი ამის შემდეგ გაიხსენა საშამ, რომ მჟავანაძის სამუშაო ოთახში ხშირად შემოდიოდა მოსამსახურე ქალი, რომელსაც ყოველ წუთში ხან ყავა შემოქონდა, ხან ფინჯნებს ცვლიდა და ხან საფერფლებს ეტყობა. იმ ქალს რაღაც ჩამწერი აპარატი ჰქონდა. ან თავად იმახსოვრდებდა საუბრის დეტალებს, რის შესახებაც უნდა მოეხსენებინა. მოკლედ შევარდნაძის ჩიკვაიძეს რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობიდან ათავისუფლებს. ოღონდ სულ
უადგილოდ არტოებს და სთავაზობს გამომცემლობის დირექტორის თუ წინის პალატის თავმჯდომარეობას. ცხადია, საშა მიხვდა, რომ აქ აღარ დაედგომებოდა და ცოტა ხნის შემდეგ საქართველოსთან წავიდა დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდა. ბრჭყალები დახურულია. ვარსკვლავ მჟავანაძის უახლოესმა ნათესავმა ჩიკვაიძე მჟავანაძის შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომ ჩიკვაიძე იმ პერიოდში მჟავანაძის თავად ცდომა საქართველოში გადმოსცა, რადგან დედამისის ჯანმრთელობა გაუარესდა. ვარსკვლავ მჟავანაძე მას თხოვნა შეუსრულო, ხოლო შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩიკვაიძე საქართველოსთან იმიტომ წავიდა, რომ მას წარსულში შევარდნაძესთან არც თუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სანდო მამასახლისი. ბრჭყალები გახსნილია. იმისათვის რომ წინ წავიდეთ, წარსული აუცილებლად უნდა შევაფასოთ, უნდა მოხდეს წარსულის გასამართლება. წარსული, რომელიც სამარცხვინო იყო ჩვენი ერისათვის და ისტორიისათვის, მე დღეს შევარდნაძე ვერ წარმომიდგენია კლანის მეფედ, ვერ წარმომიდგენია შევარდნაძე მექრთამეობაში, როცა მე ვხედავ თუ როგორ ითმენს თავის ძმისშვილის სიმდიდრეს, ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტის ნათესაობა ცოტა ზრდილობიანი უნდა იყოს, კაცო, ძახილის ნიშნით ამბობს, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, მაგრამ არსებობს კიდევ ეთიკა, რომელიც კანონებს შორის სივრცეს ავსებს. ვერ წარმომიდგენია შევარდნაძე, რადგან მისი ცხოვრების პირველი პერიოდი იყო ელვარე და სუფთა ბრჭყალებში, ახლა თუ ის საქართველოს ნატოს ქოლგის ქვეშ მოაქცევს, მე ყველა ცოდა შევუნდობ. არც ნატოს ქოლგის ქვეშ ვარ და არავის ქოლგის ქვეშ ვარ, ჩვენ ვართ შიმშილის ქოლგის ქვეშ. მე ვინა ვარ, მაგრამ ისტორია მას ძალიან თავის დროზე ძალიან ბევრ იმას წაუყენებს, ბრალდებას წაუყენებს, რადგან თუ ნატოში გაერთიანება იქნება, ქართველი ერისხსნა საქართველოს გადარჩება, სხვა შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწევია. ბატონო სანდრო, ბოლოში ძალიან აგერიათ ეს ყველაფერი, ძალიან აგერიათ ბატონო სანდრო ყველაფერი, მე ამასთან დაკავშირებით გიპასუხებდით, მაგრამ მთავარი ერთი არის, რაც მე უნდა მეთქვა, ჩიკვაიძე მაინც არ აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც თავისთავად პრინციპულობას გამოხატავდა. ჩიკვაიძე დადგა, ჩამოვიდა და დაუდგა შევარდნაძის გვერდით და ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მიიღო. პუჩის დროს, როდესაც პუჩის შევარდნაძე პუჩის და მით უმეტეს დიპლომატს როგორ უნდა შეშლოდა ეს. ჩიკვაიძეს გულისხმობ მე, ალექსანდრე ჩიკვაიძეს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ პუჩის გზით იყო მოსული შევარდნაძე, ვისი მიერ იყო ესეც ძალიან კარგად იცოდა, აქ არა მარტო რუსეთი, არამედ სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ჩიკვაიძისთვის არ არსებობდა სამშობლო, ჩიკვაიძისთვის არსებობდა სავარძელი. ის სავარძელი, რომელიც მან საბოლოოდ ძალიან დაკარგა და ეს სავარძელი ეხლა ჩიკვაიძე სად არის არავინ არის, ის ალბათ სადაც არის გადახვეწილი, ან კიდე გარდაიცვალა, ჩვენთვის არ არის ცნობილი და არც გაინტერესებს ვინაიდან ასეთი ორმაგი მოთამაშეები, რომელიც ძალიან მრავლად ყავდა შევარდნაძეს და თავადაც რამდენს თამაშობს შევარდნაძე, ეს კიდევ სხვა საკითხია და რისთვის თამაშობს, იმიტომ რომ საქართველოს საბოლოოდ დაექცია და გაენადგურებინა. აი ეს გახდა ძალიან საინტერესო, ჩვენთვის ძალიან საინტერესო დოკუმენტები, რომელიც გამოქვეყნებას ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.